გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის მეღვინეობისა და მეცხოველეობის სფეროს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მეღვინეობისა და მესაქონლეობის სფეროებში გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, წარმოების სტანდარტების გაუმჯობესებისა და ქართული აგროპროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საფრანგეთის ერთ-ერთი უსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია და აგრეთვე მეღვინეები, რომელსაც აქვს უდიდესი ინტერესი ქართული ღვინის მიმართ. მოგეხსენებათ, რომ ქართული ღვინო არის განსხვავებული თავისი გემოვნური თვისებებით, რომელიც განსაკუთრებულ და გამორჩეული ინტერესს იწვევს და ზუსტად ამიტომაც დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტს საფრანგეთის ბაზარზე და ზუსტად ფრანგების და ფრანგი მეღვინეების და დისტრიბუტორების ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ქართულ ღვინის ექსპორტს. რაც შეეხება მესაქონლეობის მიმართულებას, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ევროპაში ყველაზე დიდი გამოფენის ორგანიზატორები ბრძანდებოდნენ წარმოდგენილი შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ გამოთქვეს ინტერესი მესაქონლეობის დარგის განვითარების მიმართ საქართველოში, გამოთქვეს კიდევ ერთხელ ინტერესი თუ როგორ შეიძლება და რა ფორმით შეიძლება თვითონ ჩართულები იყვნენ მესაქონლეობის დარგის განვითარებაში, რაც თავისთავად ცხადია ჩვენთვის საინტერესო არის, რადგან მესაქონლეობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის, რომელსაც საკმაოდ აქტიურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყო და განავითაროთ. საქართველოს 2023 წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ გამოფენაზე მეცხოველეობის სამიტზე. ეს გამოფენა აერთიანებს პროფესიონალებს მეცხოველეობის, აგროტექნიკისა და განათლების მიმართულებით და წარმოადგენს პლატფორმას სექტორში გამოცდილების გასაზიარებლად. გვაქვს სურვილი კიდევ უფრო გავაფართოვოთ კონტაქტები ქართველ ფერმერებთან, რომლებიც შესაძლოა გახდნენ ჩვენი პარტნიორები და მნიშვნელოვანი მოთამაშეები ამ სფეროში. ყოველთვის ვოცნებობდი საქართველოში ჩამოსვლაზე და ქართული ღვინის ავთენტური გემოს აღმოჩენაზე. ამ ვიზიტს სამი მთავარი მიზანი აქვს. უკეთ გავეცნო ქართული ღვინის უნიკალურ ტექნოლოგიებს და თავად ვცადო ქვევრში ღვინის დამზადება. მეორე მიზანია გავაცნოთ ქართული ღვინო საფრანგეთის საზოგადოებას. ფიქრობ, ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ ქართულ ღვინოს, რომელიც მართლაც გამორჩეულია, განსხვავებული, შთამბეჭდავი და ღრმა. ადამიანებს რომ შეუყვარდეთ ღვინო, მისი უკანა ისტორია უნდა დაანახო და სწორედ ასეთი მდიდარი ისტორია აქვს ქართულ ღვინოს, რაც მომხმარებლის ინტერესებს ახვიწებს. და ბოლოს, ჩემი მესამე მიზანია შევიტანო პირადი წვლილი ქართულ მეღვინეობაში ქართველ პარტნიორებთან ერთად.